მერი ფილდსი დაიბადა ჰიკმანის საგრაფოში, ტენესის შტატში, 1832 წელს. მან თავისი ცხოვრების პირველი 30 წელი ბამბის პლანტაციებში მონად იმუშავა. როგორც მონების უმეტესობის შემთხვევაში, მერი ფილდსის ადრეული ცხოვრების შესახებ ინფორმაცია თითქმის არ არსებობს. ამიტომ მხოლოდ ვარაუდობთ, როგორი იყო მისი ცხოვრების პირობები. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მერი ალბათ თავისი ქალაქის უმეტეს ბიჭსა და გოგონაზე მაღალი და ძლიერი გაიზარდა. როცა მერი 18 წლის გახდა, ის უკვე გამორჩეულად მაღალი იყო. მისი სიმაღლე იყო 6 ფუტი, ხოლო წონა დაახლოებით 200 ფუნტს აღწევდა. იმ დროს ჩვეულებრივი იყო, რომ მფლობელები მათ სახელებს დოკუმენტებში არ აფიქსირებდნენ. ამის ნაცვლად ისინი იყენებდნენ ნომრებს, რომლებიც წიგნებში იტარებოდა. მონებს საკუთრების საგნებად ექცეოდნენ და მერი ფილდსიც ალბათ გამონაკლისი არ იყო. 1865 წელს ამერიკის სამოქალაქო ომი დასრულდა და მასთან ერთად მონობა აიკრძალა. საბოლოოდ მერი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თავისი ცხოვრების 30 წელზე მეტი მონობაში გაატარა. არ იცოდა რა ექნა. მან იგივე გზა აირჩია, რაც ბევრ ყოფილ მონას და ახალი ცხოვრების საძიებლად უფრო მეგობრულ ჩრდილოეთში გაემართა. ბოლოს და ბოლოს მან სამუშაო იპოვა მდინარე მისისიპის ორთქმავლებზე, როგორც მრეცხავად და მოსამსახურედ. ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, მან სან ანტონიოში, ფლორიდაში იმუშავა. მოსამართლე ედმუნდ დანის სახლში. თუმცა, როდესაც დანის ცოლი ჯოზეფინი გარდაიცვალა, მან მერის თხოვა მისი 5 შვილი ოჰაიოში მათ დეიდასთან წაეყვანა. გრძელი მოგზაურობის შემდეგ ისინი საბოლოოდ მივიდნენ ურსულინების წმინდა გულის მონასტერში, ტოლედოში, სადაც ბავშვების დეიდა მერი ამადეუს დანი იყო მონასტრის წინამძღვარი. მერიმ წარმატებით შეასრულა თავისი მოვალეობა. 5 ბავშვი ახლა უსაფრთხოდ იყო, მათი დეიდის მზრუნველობის ქვეშ. როცა მონაზმებმა მერის კითხეს, როგორ ჩაიარა მისმა მოგზაურობამ, მან უკასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო და შემდეგ დაამატა, რომ ნამდვილად სიამოვნებით მოწერდა სიგარას და დალევდა რამს. ედმუნდ დანის ფლორიდაში ყოფნისას და ბავშვების დეიდის დაცვის ქვეშ უსაფრთხოდ ყოფნისას მერი აღარ ყავდა დამსაქმებელი. საბედნიეროდ მონასტერმა მაშინვე აიყვანა იგი ეზოს მომვლელად. თუმცა საწალმონაზმებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა შეეხვეოდნა. მონასტერში მონაზმები ძალიან მშვიდები და დისციპლინირებულები იყვნენ. მარიამი სრულიად საპირისპირო იყო. მომდევნო 15 წლის განმავლობაში მარიამი მონასტერში მუშაობდა. იქ ყოფნისას მას აძლევდნენ საცხოვრებელს, საკვებს, ტანსაცმელს და წლიურად $40 უხდიდნენ. ადრე მშვიდი და მოწესრიგებული მონასტერი სრულიად შეიცვალა, როცა მარიამი მივიდა. ის ხმაურიანი იყო და საკუთარ თავს ისე გამოხატავდა, როგორც საჭიროდ მიიჩნევდა. ამან წყნარ მონასტერში ბევრს გააკვირვა. მართალია, ის კარგად ასრულებდა თავის საქმეს და ეზოს იდეალურ მდგომარეობაში ინარჩუნებდა. მაგრამ მისი ქცევა ბევრ მონაზონს აშინებდა. როგორც ერთმა მონაზონმა გაიხსენა, ღმერთი დაეხმაროს ყველას, ვინც მერის მიერ გაგრაჭილ ბალახზე გაივლიდა. ის იგინებოდა, ჩიოდა დაბალ ხელფასზე და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს, კაცს თუ ქალს ეჩხუბებოდა. ამ ქცევამ იმ დროის თეთრკანიანი ქალები შოკში ჩააგდებდა. ისინი ელოდნენ, რომ აფრო-ამერიკელები კარგად მოიქცეოდნენ და დამყოლები იქნებოდნენ. თუმცა მერი ამ ნორმაში არ ჯდებოდა. ასეობს ჩანაწერები, რომ ბევრი მონაზონი მის ფიცხ ხასიათსა და რთულ ბუნებას უჩიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მარიამს თავდაპირველად გაუჭირდა მონასტრის მშვიდ ცხოვრებასთან შეგუება, მან მაინც შეიძინა ერთი მნიშვნელოვანი მეგობარი, დედა ამადეუს დანი, კონვენტის მეტად პატივცემული და ყველასთვის საყვარელი დედა წინამძღვარი. დედა ამადეუსი იყო მამაცის სული, რომელიც ცნობილია თავისი ქარიზმითა და უშიშრობით. მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მერიასთან და მათი მეგობრობა აყვავდა. 1884 წელს მისმა ეპისკოპოსმა მას მისიონერულ საქმიანობაზე მოუწოდა და მონტანას ტერიტორიაზე გაგზავნა, რათა ინდიელი ბავშვებისთვის სკოლები დაეარსებინა. 1 წლის შემდეგ დედა ამადეუსი მძიმედ დაავადდა. შესაძლოა პნევმონიის გამო. მარიამის ყველა ნაკლის მიუხედავად, მას ძლიერი ედგულება და ოქროს გული ჰქონდა. როგორც კი გაიგო, რომ მისი მეგობარი ავად იყო, მან ყველაფერი მიატოვა და მარტო გამოიარა 1600 მილის გზა, რომ სწრაფად მისულიყო მის გვერდით კასკეიდში, მონტანაში. მერი დედა ამადეუსთან დარჩა, მანამ სანამ ის სრულად არ გამოჯამრთელდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა მის გამოჯამრთელებაში. თავდაპირველად მერი გეგმავდა ოჰაიოში მონასტერში დაბრუნებას,
როგორც კი მისი ძვირფასი მეგობარი უკეთ გახდებოდა, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ დასავლეთი მოსწონდა და დარჩენა გადაწყვიტა. ამის შემდეგ მერი მონტანას მონასტერში კასკეიდის მახლობლად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ეხმარებოდა ეკლესიებისა და სხვა შენობების აშენებაში, რომლებიც მონასტერს ერტყა გარს. ის ძალიან ეფექტური მუშაკი იყო და უარს ამბობდა მამაკაცების დახმარებაზე, როცა ზურგით მძიმე ხის მასალასა და ქვებს ატარებდა. როცა მშენებლობა დასრულდა, მან მონასტერში მუშაობა გააგრძელა. მაგრამ ახლა მას ბევრად უფრო უშუალო ურთიერთობა ჰქონდა მონაზმებთან. მიუხედავად იმისა, რომ ის ერთგულად ემსახურებოდა მონაზმებს მძიმე, იზოლირებულ თემში, მისი დამოკიდებულება და ქმედებები ეპისკოპოსს უფრო და უფრო აწუხებდა. ხოლო რამდენიმე თვე იყო გასული და უკვე რამდენიმე ადამიანმა ეპისკოპოსს მის ქცევაზე უჩივლა. მისი ახალი თანამშრომელი არა მარტო ეწეოდა, სვამდა და იგინებოდა. არამედ ის კაცივითაც იცვამდა. ეს ღირებულებები, რომლებიც სრულიად არ შეესაბამებოდა კათოლიკური ეკლესიისას, მიზეზი გახდა დაძაბულობისა. ბოლო წვეთი იყო მაშინ, როცა მერი დაპირისპირდა მონასტრის უზრდელ მომლელთან. მდგომარეობა ძალადობრივად განვითარდა და ორივემ იარავი ამოიღო ერთმანეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ეპისკოპოსმა უძანა მას, დაეტოვებინა მონასტერი და აღარასოდეს დაბრუნებულიყო. ეს იყო პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც მარიამი საბოლოოდ თავისუფალი იყო. ეფიქრა იმაზე, თუ რას უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ჯერ მას უნდა გაეტანა თავი. თავი რომ ერჩინა, ის აკეთებდა ყველანაირ შემთხვევით სამუშაოს. მაგალითად მუშაობდა ფერმაში, სადაც მოსავალს ზრდიდა, ცხოველებზე ზრუნავდა. სხვების სარეცხს რეცხავდა და შენობებსაც კი არემონტებდა. ამ პერიოდში ინდიელებმა მას მეტსახელად თეთრი ყვავი შეარქვეს. როგორც ჩანს, ეს იმიტომ, რომ ის თეთრკანიანივით იქცეოდა, მაგრამ შავი კანი ჰქონდა. რადგან ის იყო პირველი და ქალაქში მსხორებ სულ რამდენიმე აფრო-ამერიკელს შორის ერთ-ერთი. ადგილობრივ თეთრკანიანებს არ იცოდნენ, რა ეფიქრათ მის შესახებ. ერთ-ერთ ესეში ერთმა სკოლის მოსწავლემ მერის შესახებ ასე დაწერა. ის სვამს ვისკის და იგინება. და ის რესპუბლიკელია, რაც მას მდაბიო და საზიზრარ არსებად აქცევს. ევსე, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მის შესახებ ქალაქში აზრი შეიცვალა. მან საბოლოოდ რესტორანი გახსნა და გადაწყვიტა, რომ ყველასთვის ემსახურა საჭმელი. მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა ფული გადახდისთვის, სამწუხაროდ მისი მიდრეკილება უფასოდ მიეცა საჭმელი გაჭირებულებისთვის, ბიზნესიდან გააძევა. ხოლო 10 თვის შემდეგ მისი რესტორანი გაკოტრების გამო დაიხურა. ამ პერიოდში ის ხშირად სალონებში ჩნდებოდა. ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს სვამდა და სროლებში ეხვეოდა. 1895 წელს მისი ძველი მეგობარი, დედა ამადეუსი, ოწყვეტილ რეგიონში მოგზაურობის დასახალისებლად დილიჟანსი შესწირა. ეს ასევე ნიშნავდა, რომ აშშ-ს საფოსტო სამსახურს შეეძლო მისი გამოყენება საკონტრაქტო საფოსტო მარშრუტის გასახსნელად, რათა ფოსტა უფრო სწრაფად მიეწოდებინა. მიუხედავად იმისა, რომ მერი დაახლოებით 63 წლის იყო, ის აშშ-ს საფოსტო სამსახურმა პოსტის მიტანისათვის დაიქირა. კონკურენციის მიუხედავად მერიმ სასურველი პოზიცია მოიპოვა, თავისი მკაცრი რეპუტაციისა და იმით, რომ ცხენებს უგელში სხვებზე სწრაფად აბამდა, რომლებიც ყველა მამაკაცები იყვნენ და დაახლოებით მისი ასაკის ნახევარი ჰქონდათ. ის იყო მეორე ქალი და პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც ვარსკვლავურ მარშრუტზე პოსტის გადამზიდავად მუშაობდა. ეს მარტივი საქმე არ იყო. ის პასუხისმგებელი იყო პოსტისთვის უსაფრთხოდ მიტანასა და მისი ქურდებისა და ბანდიტებისგან დაცვაზე. ის იღებდა პოსტას გარკვეული მატარებლებისგან. პოსტას ტვირთოდა დილიჟანში და სხვადასხვა რელიეფზე მანევრირებდა. უხეში გზებიდან ტალახიან მინდვრებამდე. მან სწრაფად მოიპოვა სანდოობის რეპუტაცია. ის არასდროს აცდენდა სამუშაო დღეს და ამის სწავლობით მან მიიღო მეტსახელი დილიჟანსი მერი. ის ოსტატურად მართავდა თავის ცხენების გუნდს და ჯორჯს სახელად მოსესი. როდესაც მისი მარშრუტი ძლიერმა თოლნაში აფერხა, ცხენებს სწორად გადაადგილება აღარ შეეძლოთ. ის თოლსაცმელებს იცვამდა, პოსტას ზუგზე გადაეკიდებდა და ფეხით მიდიოდა ქალაქში. მისი შთამბეჭდავის სიმაღლისა და ზომის მიუხედავად, მკაცრი მანერებისა და რეპუტაციის მიუხედავად, ზოგი მაინც ფიქრობდა, რომ მას აჯობებ. მერი თან ატარებდა თოფს და რევოლვერს, რათა ნებისმიერი ავის მქნელი ერთი კარგად დამიზნებული ტყვით სწრაფად მოეშორებინა.
ამბობდნენ, რომ მან შეძლო განრისხებული მგლების ხროვის მოგერიება თავისი თოფით. ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს. როგორც ვიცით, ის ძალიან კარგი მსოლელი იყო. მისი ხასიათი გრიზლის დათვს ადარებდნენ. Stagecoach მერი არ უნდა გაგებრაზებინა არანაირ შემთხვევაში. თუმცა ბევრი სულელი მაინც ასე იქცეოდა. ერთ შემთხვევაში ერთმა კაცმა მარიამი სერიოზულად გაანაწკენა. მან უპასუხა მას ქვების სროლით, სანამ ის არ ატივდა. კიდევ ერთი შემთხვევა, როცა მას აწყენინეს, იყო მაშინ, როცა ერთმა კოვბოიმ მას დუელში გამოიწვია. მან დათანხმდა. როცა დუელი დაიწყო, ის იმდენად სწრაფად ამოიღო თავისი 6 ტყვიანი, რომ მის მოწინააღმდეგეს შანსი არ ჰქონდა. მერი განზრახ ესროლა მის თავთან ახლოს, რომ მას ტყუის ქარი ეგრძნო. შეშინებული კაცმა მაშინვე დათმოდა, მასთან აღარასოდეს უსაუბრია. დილიჟანსის მერი კასკეიჩი პატივსაცემი და საყვარელი ცნობილი ადამიანი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძლიერი და მაშინებელი იყო, ადგილობრივები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი გულუხობითა და სიკეთით ბავშვების მიმართ. გარდა ამისა, ქალაქის სკოლები ყოველ წელს მისი დაბადების დღეზე იხურებოდა, რათა პატივი მიეგოთ მისთვის და აღენიშნათ მისი განსაკუთრებული დღე. მისი პოპულარობის წყალობით ადგილობრივი რესტორნები მას უფასო საჭმელს აძლევდნენ, ხოლო სალონებში ყველა მასთან საუბარს ცდილობდა. სამწუხარო მონტანა მიიღო კანონა, რომელიც ქალებს სალონებში შესვლას უკრძალავდა. მერი ვერ აღსვამდა თავის ერთ-ერთ საყვარელ ადგილას. მაგრამ კასკეიდის მერმა მისთვის გამონაკლისი დაუშვა. გარდა ამისა, არავინ იყო საკმარისად მამაცი, რომ მისი შეჩერება ეცადა. 1903 წელს, როცა მას უკვე 71 წელი ჰქონდა, ასაკმა საბოლოოდ თავის იქნა. 8 წლის განმავლობაში თავისი მოვალეობის შესრულების შემდეგ, მერი ფილდსი გადადგა სტარუტის საფოსტო გადამზიდავის სამსახურიდან. მისი ცხოვრების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ის კასკადის ბავშვებზე ზრუნავდა და საკუთარ სახლში სამრეცხაოს ამუშავებდა. მერი ფილდსი გარდაიცვალა 8 წლის უკმარისობით. 1914 წლის 5 დეკემბერს გრეით ფოლსის კოლუმბუსის საავადმყოფოში, 82 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი ქალაქი გლოვობდა. მისი გარდაცვალება ეპოქის დასასრულის ნიშანი იყო. დასავლეთი სავსე იყო ძლიერი და მამაცი ადამიანებით, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ გავდა დილიჯანს მერის. ველური დასავლეთის ბევრი ლეგენდის ამბავი გადამეტებულია, სადაც გამონაგონი რეალობას ერწყმის. მაგრამ ეს საჭირო არ იყო დილიჯანს მერისთვის. ის აღწერეს როგორც ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ სულად, ვინც კი ოდესმე სუნთქავდა. მერი ფილდსი დაკრძალეს კასკადის გარეთ. მისი დაკრძალვა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, რაც კი ქალაქს ოდესმე უნახავს. გმადლობთ ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს დილიჟანს მერის შესახებ. მართლა იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. თუ ასეა ვიდეო მოიწონეთ და ქვემოთ კომენტარი დატოვეთ. თუ არზე ახალი ხართ და მოგეწონათ, რატომ არ გამოიწერთ? თუ გაქვთ რაიმე ახალი შემოთავაზება, თოთ მომწერეთ ელფოსტაზე, რომელიც აღწერაგაშია მითითებული. ბოლო დროს ბევრი შემოთავაზება მივიღე, ამიტომ ძალიან რთულია მათი გამოყოფა და კომენტარებში პოვნა. ასე რომ თუ მართლა გინდათ რომ თქვენი შემოთავაზება წავიკითხო, გთხოვთ გამომიგზავნეთ ელფოსტაზე, რომელიც აღწერაშია მითითებული. ეს იყო ყველაფერი ჩემგან. ყველა თქვენგან შეხვდები შემდეგ Forgotten Lives-ში. მადლობთ.